ეს იყო სპორტის სიახლეები, რომელიც დიმიტრი ობოლაძემ გაგვესმა. მადლობა დიმა. 30 მეტრიანი პოდიუმი, ახალი ლოკაცია და ქართული დიზაინერების ახალი ხედვა უკვე მე-11 თბილისი Fashion Week-ს მასპინძლობს. ყველაზე მოდური ღონისძიების ქართული და უცხოელი სტუმრებისთვის კი ახალ კოლექციებთან ერთად ექსპერიმენტები და სიურპრიზები მზადდება. აქ ჩავსვათ ერთი პატარა პიჯაკი ასეთი ჩიბე. ლექსო ახალკაციშვილმა პირველი კოლექცია რამდენიმე წლის წინ თბილისის მოდის კვირაულის დამწყები დიზაინერების კონკურსში წარადგინა. კაფსულა კოლექციით დაწყებული წარმატებული კარიერა უკვე სამოდელო სახლ მატერიაში გრძელდება. ეს არის ჩემი მეორე დიდი კოლექცია, რომელიც თბილისის მოდის კვირაულის ფარგლებში წარდგები. ზოგადად მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, ცნობადობისთვის, გაყიდვისთვის, კომერციულობისთვის და ეს ადამიანები, ვინც ჩამოდიან, ვინც ესწრებიან ყოველწლიურად თბილისის მოდის კვირაულზე პრესა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ თითოეული ყველა დიზაინერისთვის. კოლექციას, რომელსაც ძლიერ ქალებს უძღვნის თბილისის მოდის კვირაულზე წარსადგენად მზადდება. ის ერთ-ერთია იმ 20-ზე მეტ დიზაინერს შორის, რომლებიც 2016 წლის ზამთრის სეზონის მოდურ ტენდენციებს საზოგადოებას კვირაულის მე-11 სეზონის ფარგლებში გააცნობენ. დიზაინერებს ახალი კოლექციების სასცენო იმიჯის საბოლოო სრულყოფაში კომპანია Oriflame დაეხმარება. მოდის კვირაულის ოფიციალური კოსმეტიკური მხარდამჭერი თანამედროვე ტენდენციებსა და აქტუალურ ფერებში გასარკვევად სტუმრებს პრაქტიკულ აქტივობებსაც შესთავაზებს. შარშემ მქონდა უკვე მცდელობა, საკმაოდ წარმატებულად, ძალიან მოგვეწონა, შედეგით შესაბამისი მივიღეთ და წლევანდელ წელს ვაპირებთ უკვე ორივე ჩვენებაში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა. ქართველი დიზაინერების უახლესი მოდური ტენდენციების და ახალი კოლექციების შესაფასებლად ჩვენებებს საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებთან ერთად ბაიერებიც დაესწრებიან. Vogue-ის, Elle Official-ის, Bureau-ს და სხვა ცნობილი მოდური გამოცემების წარმომადგენლები მე-11 სეზონის სტუმრები იქნებიან. დიზაინერები გვეყოლებიან უცხოეთიდანაც, ბევრი და საინტერესო ადამიანი დაესწრება თბილისის მოდის კვირაულს, საერთაშორისო პრესა გააშუქებს, 20-მდე საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები ჩამოდიან, როგორც არის Vogue Italia, Style.com და ძალიან ბევრი ცნობილი გამოცემა დაწერს თბილისის მოდის კვირაულზე ქართულ დიზაინერებზე და ჩვენს დედაქალაქზე, ასევე მინდა ავხსნო შოურუმები. ახალ სეზონს მოდის კვირაული განსხვავებული ლოკაციით ხდება. ივერია ჯგუფის საღონისძიებო ფართი ამჯერად მხოლოდ ქართულ დიზაინერებს დაეთმობათ. ეს სიძე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამაზე კარგი ჩვენებები. Honda ცენტრი ყველაზე მოდურ ღონისძიებას 16-დან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ.